მოგესალმებით, მივესალმებით ჩვენს მსმენელს ეთერში ბოლნის სისხმა არის. შეგახსენებთ, რომ ბოლნის სისხმა პროექტ მისი ხმის ფარგლებში მიმდინარეობს, რომლის მხარდამჭერია გერმანიის საგარეო საქმეთა სამინისტრო და DVV International-ი. სანამ დღევანდელ სტუმართან გადავალ, მინდა საქართველოს ქალთა ნაკრებს მივულოცო ბოლნის სისხმის სახელით. საქართველოს ქალთა ეროვნული ნაკრები ევროპის ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის პირველ პლეი-ოფში ითამაშებს. ჯგუფური ეტაპის დასკვნით შეხვედრაში ირის ანტამანის გუნდმა ლიეტუვის ნაკრების სტუმრად მინიმალური ანგარიშით დაამარცხა. გამარჯვების გოლი მატჩის 92 წუთზე მაიკო ბებიამ 11 მეტრიანი დარტყმით გაიტანა. ქალთა ნაკრებმა ჯგუფური ეტაპი 10 ქულით მეორე ადგილზე დაასრულა და C-ლიგის სამ საუკეთესო მეორე ადგილოსან შორის მოხვდა. ორაუნდიანი პლეი-ოფის მატჩები შემოდგომაზე გაიმართება. პლეი-ოფის ფარგლებში ევროპის ჩემპიონატის საგზურისთვის A, B და C-ლიგის 28 გუნდი ევროპის ჩემპიონატის 7 საგზურისთვის იბრძოლებს. კიდევ ერთხელ ვულოცავ ამ გამარჯვებას ქალთა ნაკრებს და ვუსურვებ წარმატებას ბოლნის სისხმის სახელით. ახლა კი ჩვენს მსმენელს შევახსენებ, რომ როგორც წინა გადაცემაში აღვნიშნეთ, დღეს ჩვენს რადიოში გაჟღერდება ჯენზი გოგონას ხმა, სტუმრად გვეყოლება ანუკი მაისურაძე, რომელიც მოგვეყვება მისი წარმატების შესახებ, აქტიური ცხოვრების შესახებ, როგორ უნდა ვიყოთ სოციალურად აქტიურები, რა შესაძლებლობები გვაქვს ამისთვის საქართველოში დღეს და მისცემს გოგონებს რჩევებს ამ ყველაფრის შესახებ. მოგესალმები ანუკი, მადლობას გიხდი იმისთვის, რომ ხარ ჩვენი დღევანდელი სტუმარი. და შეგიძლია რომ დაიწყო და მოგვიყვე შენი ისტორიის შესახებ. ზოგადად ძალიან მიჭირს ხოლმე ჩემ თავზე ზოგადად წარმატებებზე საუბარი, თუმცა ამავე წლის მაისის თვეში გავხდი იაკობ გოგებაშვილის პედაგოგთა კავშირის მიერ გამოცხადებული კონკურსის გამარჯვებული. ეს იყო ლიტერატურული კონკურსი და ამ კონკურსში გავიმარჯვე და გავხდი საუკეთესო ნაშრომის ავტორი, გადამომეცა სხვადასხვა პრიზები, ასევე ჩემი მოთხრობა დაბეჭდეს წიგნში და მოკლედ ჩემთვის ეს იყო ძალიან დიდი მიღწევა, რადგან მიყვარს ეს საქმე და ვაკეთებ ამ საქმეს ძალიან დიდი ხანია და ჩემთვის ყველაზე საყვარელი პროცესი არის წერა და როდესაც ასეთ საკითხში ხდები რაღაც გამარჯვებული, ჩემთვის ძალიან მნიშვნელოვანია და ჩემს ცხოვრებაშიც ძალიან იმოქმედა ამ ყველაფერმა. დაახლოებით 1 წლის წინ გაზაფხულს გავხდით არტ სკოლის ფესტივალის გამარჯვებულები და გრან-პრის მფლობელი გახდა ჩემივე დაწერილი და დადგმული სპექტაკლი და არა მარტო ჩემი და ეს არის ჩემთვის ძალიან მნიშვნელოვანი, რადგან იყო ახალი, სრულიად ახალი, ვიყავით გამაუცდელები, მაგრამ ძალიან დიდი შრომა ჩავდეთ და როდესაც საკუთარი ხელებით ქმნი რაღაც ახალს, ძალიან მნიშვნელოვანია ეს ყველაფერი და ძალიან ბედნიერი ვარ და დღემდე ყვება ეს სტიმული და ეს мотиваცია არის ჩემთვის რეალურად ეს ყველაფერი, იმიტომ რომ რაღაცა გამარჯვებები ყოველთვის რაღაცა მამოტივირებელია. როგორც ვახსენე, არაერთ ბანაკში ვარ ნამყოფი და თითოეული ბანაკი იყო ჩემთვის ძალიან მნიშვნელოვანი, რადგან მგონია რომ ეს არის ადგილი, სადაც ყალიბდები და ძალიან ბევრ რაღაცაზე გეცვლება წარმოდგენები და იზრდები უფრო და მგონია რომ ის ყველაფერი და ის წარმატებები, რასაც დღესდღეობით ვაღწევ, რაღაცნაირად კვალი დატოვა იმ ბანაკებმა და იმ გამოცდილებებმა, რაც სხვადასხვა ადგილას შევიძინე და აქედან გამომდინარე არის, რომ ყოველთვის ვეძებ ბანაკებს, გაცვლით პროგრამებს, ანუ ვცდილობ, რომ მაქსიმალურად ვიპოვო შანსი იმისა, რომ განვითარდე და რაღაცნაირად მომავლისკენ, ესე ვთქვათ, გადავდგა სხვადასხვა წარმატებული ნაბიჯები. ახალგაზრდებს ვეტყოდი იმას, ჩემი გამოცდილებიდან რა თქმა უნდა, რომ არასდროს არ გაჩერდნენ თუ რაღაც მარცხს ნახავენ ცხოვრებაში, რადგან თვითონ ეს მარცხი და ეს წაგება უნდა გახდეს მოტივი იმისა, რომ გააკეთოთ უფრო მეტი, იმუშაოთ საკუთარ თავზე და სხვებსაც და რა თქმა უნდა პირველ რიგში საკუთარ თავს დაუმტკიცოთ, რომ აი ერთხელ თუ დავეცი და ერთხელ თუ რაღაც არ გამომივიდა, არ ნიშნავს იმას, რომ ყოველთვის ასე იქნება. ჩემ ცხოვრებაში მქონია მომენტები, რომ რაღაც არ გამოსულა, თუმცა ეს გამხდარა იმის მოტივი, რომ აი დღეს თუ არ გამოვიდა, ხვალანზე გაუცილებლად გამოვა და ვცდილობ ხოლმე, რომ ყოველთვის ესე ვთქვათ, წესი დავინერგო ჩემ ცხოვრებაში და ახალგაზრდებსაც ალბათ ამას ურჩევდი.
მინდა ძალიან დიდი მადლობა გადავუხადო ანეს იმისათვის, რომ იყო ჩვენი დღევანდელი გადაცემის სტუმარი. ჩვენ კიდევ უამრავ წარმატებას ვუსურვებთ მას. ხოლო ჩემი მსმენელისთვის მე მაქვს სიახლე დღეიდან ჩვენი ყოველი გადაცემის ბოლოს ჩვენს ეთერში გაჟღერდება თამარ ბართაიას პიესა თეთრი კარავი. მინდა გითხრათ, რომ ძალიან საინტერესო და სახალისო პიესები შემოგთავაზა ქალბატონმა თამარმა, ასე რომ ყოველი გადაცემის ბოლოს ჩვენთან ერთად იქნებიან ჩვენი მეგობრები თეთრი კარვიდან. ავებთ ჩვენი პიესის პირველ ნაწილს თეთრი კარავი. იხალისეთ და ბედნიერ კვირას გისურვებთ. გამარჯობა. მე ვარ ელენე. 4 წლის. ჩემმა დედიკომ და მამიკომ კარავი მაჭუქეს. თეთრი კარავი. ძალიან ლამაზი თეთრი კარავი. მე კიდევ უფრო გავავა ამაზე. გარედან თეთრი ვარდები ჩამოვკიდე. შიგნით თეთრი სათამაშოები დავაწყო და ჩემი თეთრი კაბები შევიტანე. თეთრი ფერი იმიტომ ავიჩიე. იმიტომ თეთრი ყველაფერს უხდება. თეთრი სულ სუფთა. კრიალა. გზა რასაც გინდა დახატავ და რასაც გინდა იმას დაწ. რამდენი ხანია რაც მე და ჩემს მეგობრებს. რა ისეთი გაკეთება გვინდა, რასაც უფროსების გარეშე საუწლებთ. ისედაც სულ ხელშგვეში. 1 წუთი თუ არ დაგვინახეს, მაშინვე იწყება. აბას ადახართ, რასაკეთებთ? ამას ხო არ აფუჭებთ? აქ იყავით, რომ ჩვენც ხედავდეთ. სულ რატო გვამოწმებენ? ვერაფრით ვერ გავიგე. ხო და როცა მითხრეს, დაბადების დღეზე საჩუქრად რა საირჩევო, ბევრი არ მიფიქრია. უკვე არჩეული მქონდა ეს კარავი და პირდაპირ ვაჩვენა. ეს მინდა მეთქი. დიდად აფრთხილებელი ადაჩდნენ. არ ვიცი რას ელოდნენ. ალბათ ფიქრობდნენ, რომ რომელიმე ზღაპრის გმირის ჭკუიალა სასახლეს ავირჩევდი და ჯერ დედამ ჩემმა მითხრა. ელენე, ნახე დედიკო, ეს საჯობია და იასფანისფერი სახლი მაჩვენა. ყვითელი ფრანჩებით. რა დრო ჩემი იასფანისფერი სასახლი. 2 წლის კი არ ვარ. მერე მამა ჩემმა ეს ნამდვილად მოგეწონებდა და ბორბლებზე შემდგარი წითელი მანქანასავით სახლის ფოტო დამიდო. რა არის ბიჭი კი არ ვარ. არამეთი. ან თეთრი კარავი. ან საერთოდ არ მინდა თქვენი საჩუქრა. ქვიდან კედლისკენ მივტრიალდი. ამან ისე იმოქმედა ჩემს ბებოზე, მაგიდაზე ხელი დაკრა და დაიძახა. რა გაუჭირეთ საქმე არ გესმით? რაც უნდათ ის უყიდეთ ბავშვს. ჩემ მშობლებსაც მეტი აღარაფერი უთქვამთ. და მეორე დღეს და როცა ერთად ვაწყობდით, კურიელის მოტანი 5-ში ჩალაგებულ ხის ჯოხებს და თეთრ ნაჭრებს ცოტა კი შემეშინდა. აი თუ ესეთი არ გამოვიდეს, როგორიც ფოტოში. მაგრამ საბოლოოდ იმაზე უკეთესიც ამოხმოჩნდა. ისეთი რომ ჩემი მშობლებიც აფრთხილდნენ. კარავი სასტუმრო ოთახის ცენტრში დავდგით. ყველას გასაგონოთ თქვი, რომ აქ ჩამოსვლის უფლება ხოლო პატარებს ექნებოდათ. დიდი ყმაფილება ვერ შევარდ, მაგრამ არც პროტესტი გამოვთქვამთ. ახლა კი ჩვენ მეგობრებს ველოდები. სულ მალე ჩემი მეგობრები მოვლენ, ნინო და კატო. და ერთად მოვიფიქრებთ ძალიან მაგარ რაღაცებს, რაც მარტო ჩვენ გვეცოდინება და აქ მარტო თეთრ კარავში მოხდება. უფროსები აქ ვერ შემოეტევიათ. ამიტომაც ეს ადგილი იქნება, რასაც გვინდა იმას გავაკეთებთ. ვიმღერებთ, ვიცეკვავთ და ძალიან ბევრ რაღაცებს გამოვიგონებთ. ისინი რომ მოვლენ, იმათაც კარგად გაგაცნობთ. ორივე ჩემზე უფროსია. ნინა 1 წლი, კატო 2. მაგრამ ამას მნიშვნელობა არ აქვს. გონი მოვიდნენ. მოდით, გოგოებო, მოდით.
ნახეთ რა სურპრიზი მაქვს თქვენთვის. ვა, ეს რა მაგარი კარავია. საიდან? ჩემმა დედიკომ და მამიკომ მიყიდეს. მოგწონს? კი, ძალიან მომწონს. შიგნიდანაც რა ლამაზი ყოფილა. შეიძლება შევიდე? კი, მოდი. ეს კატოა. ეხლა მალე რაც მოვა. გონი მოვიდა. რა კარგია ჩვენი თეთრი კარავია. მოდი რა ერთად ვიმღეროთ. გამომხედე მას პინძელო და ჭიქაწყალი წურია. და გოგომ ბუნო მომაწოდა და რა ყოფილა გურია. ამ სიმღერას ბაღში გვასწავლი. ჯერ ბოლომდე არ ვიცით, მაგრამ არა უშავს. მაგრამ ვისწავლით და უკეთესად ვიმღერებ. გითხარით, ისეთ რამეს გაკეთებას ვაპირებთ, უფროსებს რომ ძალიან გამოატყებათ. მანამდე კი უნდა გადავწყვიტოთ, ლაივში გავიდეთ, თუ ვიდეოები დავდოთ. კატო ამბობს, მოდი რადიო გავაკეთოთ. და ამ კარავიდან ველაპარაკოთ ხალხს. რა გაცინებთ? ჩვენ მართლა ძალიან ბევრი რამის შეცვლა შეგვიძლია. მოგვისმინეთ და დარწმუნდებით. ეხლა ცოტა ხნით უნდა და გემშვიდობოთ.